მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ მესამე ეპიზოდს ჩვენს პოდკასტს ერთი წიგნი და ჩვენი სპონსორია Coca-Cola. გთხოვთ დაალაიქოთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დაგვაფოლოვოთ, დაგვიწეროთ კომენტარები და მოგწეროთ თქვენი აზრი რა წიგნის შესახებ მოისმენდით ჩვენს პოდკასტს. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანზე და ალბათ ბევრი ჩვენი მსმენელი ფიქრობს, რომ ეს ხომ ყოველს საკითხული გვაქვს, უკვე უამრავი ნალაპარაკებია ამაზე, უამრავი ლექცია ჩატარებულა და თითქოს ეს ტექსტი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, მაგრამ ჩვენ ლაშას და მე გვინდა რომ რაღაცნაირად ახლებურად შევხედოთ ამას და ვილაპარაკოთ ამ ტექსტზე, როგორც ყველაზე კარგ ნიმუშზე იმისა, რაში ცხოვრობთ და იმედია მომავალში არ ვიცხოვრეთ, ხო? ხო, ეს ისეთი ტექსტია, რომელიც შეიტყვის არ იყოს ნამდვილად ალბათ ქართული იდენტობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია, მაგრამ ცხადია ეს ტექსტი, როდესაც დაიწერა და დაწერა 25 წლის ბიჭმა, ილია ჭავჭავაძე 58 პირველი რედაქცია 25-ის იყო და 63-ში. ხო, ძალიან ახალგაზრდა ადამიანის დაწერილია. კლასიკოსი ილია ჭავჭავაძე არის კლასიკოსი და ხო, მიუხედავად რომ როცა კითხულობ თითქოს წარმოგიდგენი რომ უკვე მხცოვანი ილია წერდა იგივე პროპორციებისა, რაც უარსაფი. კი და არის სრულიად ახალგაზრდა ადამიანი და ეს ტექსტიც სრულიად ახალგაზრდა ილიამ ზუსტად იცოდა როგორ ჩანს რომ ეს იყო ნაღმის ეფექტი ექნებოდა ამ ტექსტს ჯიმ შერიძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა თავდაპირველად და არა თავისი საკუთარი სახელით და გვარით. შემდეგ უკვე არც დაუმალავს რომ ეს მისი დაწერილია, იმიტომ რომ როგორც საერთოდ ახასიათებდა ილია ჭავჭავაძეს ახალგაზრდასაც და ხანდაზმულს, ის იყო ძალიან მწარე, ძალიან კრიტიკული. შემთხვევითი არ არის არც ის რომ ილია ჭავჭავაძეზე აღარ მახსოვს მასვეტაშვილი წერს თუ ზაქარია ჭიჭინაძეას ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი აზრიც მომისმენია რომ ილია ოთარ ანთქვრივი იყო სინამდვილეში ილია თავად ონკაბაშიო. ხო, ანუ ეს პილპილ მოყრილი მადლი და სიკეთე, ხო, რომელიც არის მწარე. და თვითონ ილიას ახალგაზრდობის მოწმეებიც, ხო, მისი მეგობრებიც ამბობდნენ რომ ძალიან ნორჩიც კი ძალიან ახალგაზრდაც იყო საოცრად ირონიითა და სარკაზმით ხშირად ახსავსე და თუ ვიღაცას გამოიჭერდაო რომ დაცინვის ობიექტი ყოფილიყო, ვეღარ გადაურჩებოდა ის ილიას იუმორსო და ირონიასო. და კაცი ადამიანიც ბუნებრივია ასეთი, ანუ ერთი მხრივ არის ძალიან ირონიული, ძალიან სასაცილო და სასიამოვნო წასაკითხი ყოველთვის აცარმლანილი და გარდა იმისა, მოდი თავიდან მივთქვათ და ჩვენი დამატება რაღაც უნდა ამას, რომ სრულიად გენიალური ტექსტია. აბსოლუტური შედევრია, მუსპედად ვთქვი, ჩემი ალბათ ყველაზე საყვარელი ქართული მოთხრობა, შენიც, ხო. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ლიტერატურაში ბევრი ძალიან კარგი მოთხრობაა და საერთოდ აი მოთხრობის ჟანრის ასე ვთქვათ, ტექსტები საკმაოდ ბევრი არის ქართულ ლიტერატურაში, რომელიც შეგვიძლია გამოვარჩიოთ, როგორც და საერთოდაც ქართული ლიტერატურა მოთხრობით იწყება. ხო, იაკობ მუცესის შუშანიკის წამებით. ანუ მოთხრობის ჟანრი, როგორც ფორმა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ეს ძალიან პოპულარულია და მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს კაცი ადამიანი, რომელიც და ალბათ შემთხვევითი არ არის, როგორც ზებოთ აღვნიშნე, რომ ფსევდონიმით იყო დაწერილი, გამოქვეყნებული თავიდან, იმიტომ რომ ეს იყო სილის გაწვდა. რასაკვირველია და შემთხვევითი არ იყო. თაობები და თაობები კი ვსწავლობთ ახლა ჩვენ ამ ტექსტს, როგორც კლასიკურ ტექსტს. მაგრამ როგორი ინტერპრეტაცია? მაგრამ ხო, და ყოველი ეპოქა ხო სხვადასხვანაირად კითხულობდა კაცი ადამიანს და თვითონ რა დაემართა თათქარიძეს და ლუარსაბს და დარეჯანს მრავალგვარი ტრანსფორმაცია განიცადეს მათ, იმიტომ რომ თავიდან როგორც ჩაფიქრებულები, როგორც ასე ვთქვათ, პრინციპში რაღაცნაირად კრიტიკულ პერსონაჟებად, შემდეგ ისინი ძალიან საყვარელ პერსონაჟებად იქცენ, თუმცა ესეც ჩადებულია ცხადია ამ ტექსტში, ილია თვითონ კეთილგანწყობილია ამ თავისი პერსონაჟების მიმართ, მაგრამ როდესაც ეს დაიწერა გაბრაზდნენ. მაშინ ქართველები გაბრაზდნენ, ეს გასაბრაზებელი ტექსტია, გაბრაზებისთვისაც დაწერა ილია ჭავჭავაძემ და როგორც ჯერ გაბრაზდნენ იმერეთში, მერე გაბრაზდნენ კახეთში, ძირითადად გაბრაზდნენ ბუნებრივია
თავადები აზდაურებიც გაბრაზდნენ, ემუქრებოდნენ, თუმცა ილიას არასდროს არ შეშინებია მუქარის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ისე თქო, ბიოგრაფიული შტრიხებით, ორიოდე სიტყვით რომ შევეყოთ ილიას ბიოგრაფიას, სულ თუ არ ვთქვი, 7 დუელზეა, 6 დუელი ნამდვილად ჩატარებული. აქვს, სულად უსიცლოდ და მშვიდობიანად და მე-7 დუელი. მე-7 არის თუ არ ვთქვი, სადღაც 1906 თუ 1905 წელია, ხანდაზმულია და უბრალოდ ეს, ასე ვთქვათ, აღარ გამძაფრდა ეს ამბავი რომ დუელზე, მას ამის არ ეშინოდა, ცხადე. არ ეშინოდა და რაც თავარია ილიასადმი ბრაზი მარტო კაცი ადამიანით არ იყო, რა თქმა უნდა, გამოწვეული და როგორც ყველა მართალი ადამიანი, ისიც რა თქმა უნდა ახერხებდა რომ ბრაზი გამოეწვია თითქმის ყველაში გარშემო და სამწუხარო ჩვენი ტრაგედია ისაა რომ მას სიკვდილმაც კი რაც ასევე ბრაზის შედეგი იყო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრაზის შედეგი იყო მისი სიკვდილი არ გამოიწვია ჩვენთვის კათარზისი არ გამოიწვია გადააზრება იმის რასაც ილია გვეუბნებოდა იმიტომ რომ თუ ვნახავთ მის წერილებს მის სხვა მოთხრობებს ან იგივე იმას რომ მისი მთავარი კონცეფცია იყო თერგი მოძრაობა დისციპლინა მეცადინეობა და არა გაჩერება და დუნეთ ყოფნა ჭვარტლში როგორც ლუარსაბი იყო მაშინ ნახავთ რომ ლუარსაბის მიმართ მას სიყვარული ვერ ექნებოდა მაგრამ არ ჰქონდა ზიზღი იმიტომ რომ მას გული შეტკიოდა ლუარსაბში დანახულ ქართველზე და ამიტომაც მისადმი უფრო ირონია ვიდრე სარკაზმი ლუარსაბის მიმართ და ილიას სახელი იქცა წმინდად ჯერ პოლიტიკური რეალობისთვის სტალინს როცა დაჭირდა ილიას სახელი მანიპულირებდა და გამოიყენოდა მისი რაღაცა ეს სიმულაციაც გამოძიების ჩატარდა და 1937 წელს სიცილისავი საკავშირო მასშტაბი ახალი არ არის შემდგომშიც არ იყო აკრძალული პარადოქსია რომ არასოდეს ილია აკრძალული არ იყო მაგრამ ხდებოდა მისით მანიპულირება ყოველთვის და დღემდე ასე გრძელდება შეიძლება წმინდანად იყოს შერაცხული მაგრამ მის გზას საქართველოს არ მისდევს რადგან ის რაც მან დაგვიბარა ეს არის ზუსტად ის რომ აი ძალიან ეხლა რომ მოდიოდი ზუსტად მახსენდებოდა ერთ წელში დეპუტატებზე აი პოლონელი დეპუტატებიო ენის დამოუკიდებლობას ითხოვენ და ქართველი დეპუტატები რაღაც მატერიალურსო და ნუ გწყინთ იმიტომ რომ დეპუტატი მოითხოვს თქვენ სათხოვარს მაშინ როცა იქნება თქვენი არჩეული როცა დეპუტატს აირჩევს ხალხი მაშინ ექნება მას ის მოთხოვნები რაც სჭირდება ხალხს წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყოველთვის იზრუნებს საკუთარ კეთილდღეობაზე ამას ამბობს ილია და მისი მთავარი პოლიტიკური და სამწერლო მიზანიც მე ვფიქრობ რომ ეს დიდად გამიჯნული არ არის იყო ის რომ ქართველი ყოფილიყო მაქსიმალურად ჩართული და თუ ძველი ბერძნების ენით ვიტყვით არ ყოფილიყო იდიოტი ჩართული ყოფილიყო პოლიტიკურ პროცესებში რადგან მხოლოდ ასე შეიძლება და მხოლოდ ამ გზით შეიძლება შექმნა ქვეყანა და არა ტერიტორია ხო რას ხედავთ ლუარსაბში ლუარსაბს პრინციპში ბევრს ქოთქოთებს დარეჯანთან ერთად როგორ წახდა ქვეყანა მაგრამ ესეც რაღაც გულს გარეთ ხდება და სინამდვილეში მას თავისი ეზოს საკუთარი პრობლემების იქით არაფერი არ აინტერესებს არის აბსოლუტურად ინერტული ანტითერგი ასე ვთქვათ როგორც პერსონაჟი და მისთვის თავარი აი ეს რაღაც გარეგნული მახასიათებლები ქართველობიზე ჩვენ წინა პოდკასტში ქონდა ლიოსა და იქ ერთი წერილი გავიხსენეთ სადაც ლიოსა ამბობს რომ გულდასაწყვეტია რომ წიგნი თითქოს აღარ არის კაცის საქმე ასე მე-20 საუკუნის ბოლოს თავარი საზრუნავი და სადარდებელი და 21 საუკუნის დასაწყისში ის იყო რომ სქელტანიან რომანებს წიგნებს და ტექსტებს აღარ კითხულობენ კაცები და თავს იმართლებენ იმით რომ დრო არ აქვთ ოღონ თუ ადამიანი მაგალითად დღეში 100 გვერდს წაიკითხავს ეს დაახლოებით 2 საათს წაართმევს ხო მას გამოსდის დაახლოებით კვირაში ერთი დიდი რომანი 800-1000 გვერდიანი ხო და ამიტომ ის რომ დრო არ მაკითხვისთვის არ არსებობს და აი ილიას ლუარსაბის ტექსტიც რა არის რა კაცის საქმეა წიგნის კითხვა და კიდე რა წიგნებს გულისხმობდა კაცმა ძვრის ქალების საქმეა თუ კი მანამდე ქალს წიგნთან არ უშვებდნენ მე რაღაცნაირად ესე ტრანსფორმინდა რომ ქალის საქმე ხატურ ლიტერატურას გულისხმობ იქთვლება რომ აი ნამდვილ კაცსა ცალია წიგნის საკითხავად მე ეს ჩემი აზრით შემთხვევით არ არის ნახსენები იმიტომ რომ ზუსტად ამ უწიგნურობას მიჰყავს ფატალურ შედეგამდე
ლუარსაბიც და დარეჯანიც, მათ უცოდინარობას, ხო? და დროის მოკლის მათ მეთოდებს და თუნდაც უშილობასთან ბრძოლას. ამ შემთხვევაშიც ილია, რომელიც თვითონაც არ ყავდა შვილი, მაგრამ დაგვიტოვა უამრავი ტექსტი, რომელიც მის შვილად შეიძლება განიხილოთ. ალბათ უფრო დიდხანს დარჩება ჩვენს ისტორიაში, ვიდრე ნებისმიერი მრავალშვილიანი ქართველი, რომელიც მხოლოდ მრავლდება და სხვას არაფერს არ აკეთებს. აი აქაც ხედავთ, რომ ეს უწიგნურობა ან ფსევდოწიგნიერება, რომელიც დარეჯანი თურმე რაღაცას ჯადოების წიგნს და კარაბადინებს კი კითხულობს, მაგრამ ცოდნა არც იმას აქვს და ამიტომაც ისინი ეწირებიან აი ამ თავის უცოდინარობას. დარეჯანი პატრიარქ იაკობსაც ახსენებს და არ იცოდაო ვინ იყო, ალბათო წირვის დროს გაიგონაო და კი. და ძალიან საინტერესოა ხოლმე მათი დიალოგები, რომელიც ქართულ Facebook-ის ყურებისას ყოველთვის მახსენდება, ეს ბოზბაშის და ჩიხითმას დილემა მუდმივი, როცა ჩვენ ვიყოფით ხოლმე ორად დღევანდელ დღესაც და ძალიან უმნიშვნელო საგანზე დიდი დისკუსიები იმართება, ყოველთვის მახსენდება მთავარისაგან გადახვევის ეს პრინციპი, რომ იკამათო დაუსრულებლად და გაუჩერებლად და აქაც როგორ იგზავნა ილიას როგორც მწერლის დიდო სტატობა, აი რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს დიალოგი, თუნდაც რომ უსასრულოდ გრძელი მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში არ იყოს ასეთი. ან აი მაგალითად საჩანს ლუარსაბის ხასიათი, როგორც შეშინებული, პატარა დიდი, მაგრამ შინაგანად ძალიან პატარა კაცის, როცა რაღაც პატარა ჯადოს ორმოს ნახვაც კი ეშინია და ცოლს ეუბნება შენ გადიო. ანუ კაცის საქმეებზე ლაპარაკობს, კაცი როგორი უნდა იყოს, მაგრამ იქ რაღაც ჯადოს სანახავად ცოლს უსვებს წინ, რომ შენ გადი, შენ ნახეო, ესე ძალიან ბევრ რაღაცა შეიძლება გვახსენებდეს, რომ ცნებები სრულიად შეცვლილია და ასევე როგორ ატყუებს ცოლს, რომ წინასწარ ითვლის ბუზებს, მთელი მისი კრეატივი ხმარდება, რომ თქვა წინასწარ დათვალოს ბუზები. მერე ცოლს კითხოს აბა შენი აზრით რამდენი ბუზის ისოს და მერე ნამდვილი პასუხი თვითონ გასცეს ამას. და გახსოვს მანდაც როგორი კარგი ეპიზოდია. ხნიერი გლეხი ახალგაზრდა ბიჭს რო ეტყვის შენიშვნას, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი იყო დაცინის ამათ. ხონდ ეცინება რომ ეს რაღაც ამოთხრილია ორმო და იმ ორმოში არის ეს ჯადო და რა გინდა შენო თუ ბატონებს უხარია და ასე ჯერათო. ჯეროდეთო, ხო? კი, და ბიჭზე კიდე გამახსენდა როგორი შეხედულება აქვს მაგალითად ვინ შეიძლება დაჩაგრო. რომ პატარა ბიჭი და გოგო შეგიძლიათ ცემო, იმიტომ რომ ეს შენი საკუთრებაა. დარეჯანის და ელისაბედის დიალოგს თუ გავს შეიძლება ხელიც და არყა და ყოველთვის პატარა, მაგრამ უკვე გაზრდილ ყმას მაინც ხელის შებრუნება და ყევა არის. განა იმიტომ კი არა რომ შენი საკუთრებაა და შენი საკუთრებაა, მაგრამ ქალი რო კაცს ცემს, მაინც შეიძლება არ იყოს კარგი დასანახი. და ამ გადასახედიდან ეს შეიძლება მეტაფორებად აღვიქვოთ, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ხო? ხო, ცხადია, მაგრამ ამავდროულად შენ როდესაც ახსენე თქვა რა არის, ასე ვთქვათ, ლუარსაბი ძალიან ასე ვთქვათ თამსიცონებს როგორც მამაკაცი. ჩემი სახელიო, გახსოვს ბოლოს შემბუზდება, ახარებული რო დათვრება და ჩემი სახელიო იმერეთში ციციანო გავარდნილიაო და ასე ტრაბახით არის დაკავებული, მაგრამ ეს მისი კაცობის გარკვეული როლი და ორივე თამაშობს. დარეჯანიც ხო თამაშობს, ძალიან სასაცილო, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ეპიზოდია დილას რო გადმოხტებოდაო. დარეჯანი და შეიძლებაო კაბაც უკვე მომაჩაეცვაო სიჩქარეზე და დააწიოკებდაო, წამოუთაქებდა იქ ვიღაცასო და მერე თაღლი შემოვიდოდაო და აიო თუ ამა და დააწიოკე გლეხებსაო საერთოდ არ იმუშავებენო და კაცრი ხელი ჭირდებაო და გენაცვალე და უხარია რომ აბარა დედაკაცის საქმეზე სულ როლებია. სინამდვილეში ცხადია ეს როლები არის ილია არც მალავს და მთელი ეს ტექსტი არის პუბლიცისტური კონცეფციით, ხო, მახსავსე და ყოველთვის მოგმართავს ჩვენ მკითხველო, ხო, შემთხვევითი არა, როდესაც რამდენიმე ვარიანტი არსებობს ამის, რომ ძალიან საინტერესო ეძებდა, ხო, რიტორიკით სლობილი. ხო, და სინამდვილეში ცხადია ის არც მალავს ეს დეგრადაციის ისტორია. რასაკვირველი ეს არის დეგრადაციის ისტორია, ანუ როდესაც გმირი შემთხვევითი არ არის, რომ სახლის აღწერით იწყება, რადგან მე ამასაც აღვიქვამ როგორც სახელმწიფოს მოდელს, რომელიც ამოვარდნილი ჭუჭყი, არაფერი დალაგებული არ არის, ქაოსია სახლში, სიღარიბეა სინამდვილეში, მაგრამ იხტიბარი და გონორი უკვე სულ სხვა არის, როცა ეს თავადები და რა თქმა უნდა ეს თავადებს
არ მოეწონებოდათ, ხო, ასეთი აღწერა. ცოტია, ხო, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს არის. ხალხი ვართ ქართველები და ხვდებით ხოლმე, როცა ვინმე ალეგორიებით გველაპარაკება. ფრაზი ყოველთვის ხო, თან მithumetes რომ ილია არც მალავს, ხო, ანუ ქართულ კაცს, ქართველი სულ ახსენებს და ახსენებს როგორც ასევე 24 წლის ასაკში, როდესაც დაწერა ეს ჩემო კალამო ჩემო კარგო რა გვინდა ამ სიძულშიც რაოდენი სიყვარულია, ხო? კეთილი გული კი მაშინვე ცნობს, ხო? აი ეს კრიტიკული კონოტაცია ქართველის შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ გახსოვს იქაც ერთ-ერთი პასაჟია ქართულს ეხა სტუმარ მასპინძლობა არ ეთაკილებაო, მაგრამ ლუარსაბს ჩაცმა ეზარებოდაო და წამოდგომა და ჩაცმაო და ანუ ეს მუდმივი კრიტიციზმი, მისი კრიტიციზმი, ხო? არის ისევ და ისევ რაღაცა იმგვარი ევოლუციის მაჩვენებელი, რაც შეიძლება ასე ითქვას და ალბათ ბევრი კრიტიკოსიც ამას საინტერესოდ აღწერს ქართული ლუარსაბის და თათქარიძეობის ტრადიცია არსებობს, ხო, საერთოდ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, რომ ეს არის პრინციპში დეგრადირებული ამთანდელი. ხო, ლუარსაბი ასეთი მოსაზრებაც ალბათ შენს წაგიკითხავს და ხო, იმიტომ რომ ასეთ და გაბედა და დარეჯანი დაარქვა. ნესტან დარეჯანის სახელი დაარქვა ლუარსაბის სულ რად იქცა ქართველი, ხო, და ალბათ ამასაც რაღაც პოლიტიკური კონტექსტი შეიძლება მოუძებნო, რამ აქცია ეს საზოგადოება ასეთად თავადი რატო დეგრადირდა, ხო, იმის მაგ. ბუნებრივია, იმიტომ რომ ფუნქცია არ აქვს. იმიტომ რომ რასაკვირველია ამ ტექსტში, ამ ტექსტის კონტექსტი არის რუსეთის იმპერია, ანუ დისფუნქციური ქართველი თავადი, რომელიც არის ასეთი როგორიც არის, აი ჩამრგვალებული და აპათიური და უგუნური და საყმარელი, მაგრამ იდიოტი, პრინციპში ის აღწერს იდიოტს, ხო? და არ უნდა მოგვერიდოს ალბათ ამ ეპითეტის, თვითონ ილია არერიდება და ტრადიცია, სხვათაშორის აქვე ამასაც ვიტყვი, რაინდის დეგრადაციის. ეს ისეთი ლიტერატურული ტრადიცია. კი, და თავისი ვიზავი ხავს რუსულ ლიტერატურაში ობლომოვის სახით. და არა მხოლოდ რუსულ ლიტერატურაში, იმიტომ რომ თუკი ჩვენ მართლაც ვიტყვით, რომ თქვა დარეჯანი, ეს არის ნესტან დარეჯანის რაღაც წარმოუდგენელი კარიკატურიზებული ფორმა, დეგრადირებული ფორმა, ან კი ტარიელის ლუარსაბი შეგვიძლია რომ თქვა იგივე შექსპირი ავიღოთ, რომელიც ისეთი რაინდული სულის, ასე ვთქვათ, მოდელების კარიკატურიზებას და დეგრადაციულობას გვაჩვენებს ფალსტაფით. ხო, ანუ იქაც ჭარბი წონა, ფანფარონი, ოღონდ ვერ აღიქვამს ფალსტაფი იმგვარად ტრაგედიას, ანუ ლუარსაბი ხო საქართველოს ტრაგედიასაც გამოხატავს, ისე რომ თვითონ ლუარსაბი ვერაცნობიერებს ამ ტრაგედიას. ფალსტაფს ეს პრობლემა არ აქვს. ეხლა ფალსტაფი ჰენრი მეოთხეში, ან იგივე უენზორელ მხიარულ ქალებში, ან თუნდაც სერვანტესი შეგვიძლია ჩვენ ვახსენოთ. დონ კიხოტი, ხომ? დონ კიხოტე უფრო სწორად, ხომ? ამაზე ვერ შევთანხმდი, დონ კიხოტია თუ დონ კიხოტე. დათო ტურაშვილი გთხოვს რომ დონ კიხოტე ასე მახსენოთ და ცხადია. და მეგონი ესპანური სორნები. ამის გამო ნუვაწყენი დონ კიხოტე ერთშობილად დონ კიხოტეც მიუხედავად რომ დაწერილია როგორც და დაწერილია ეს რომანი როგორც პაროდია საერთო რომანებისა ესპანური დასაკუთრებით ამადის გალელი, სადაც ეს ჰეროიკულობა, სარაინდო ეპოსი უკვე კომიკურად ეჩვენება. სერვანტეს და გვაჩვენებს ასეთ რაინდს. თუმცა ცხადია დონ კიხოტესა და იგივე ფალსტაფისა და ლუარსაბის შედარება არასწორი იქნება, მაგრამ პრინციპში რაინდს რაღაც დაემართა, იმიტომ რომ ფუნქცია და კონტექსტი აღარ არის არაინდო. ირონიზებულია თვითონ თემა რაინდობის, მაგრამ დონ კიხოტე იდეალისტია, ხო? და ლუარსაბ-თათქარიძე არის ბედნიერი ადამიანი და ისე ვახსენებ წერილებს ილია ჭავჭავაძე ძალიან ხშირად წერილებში ჩიოდა, რომ რატომ არის ქართველი ახალგაზრდა კმაყოფილი. არ შეიძლება კმაყოფილებაში ცხოვრება. დაკმაყოფილება იმით, რომ ოდესმე თავისით შეიცვლება რაღაც, რომ ოდესმე მოვა ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც ჩვენთვის იზრუნებს და რაღაცა მაშინაც კი წერს იმაზემ, რომ თანამედროვე ახალგაზრდები შეიძლება ფიქრობენ, როგორ გადარჩნენ ან როგორ კონდეთ კარგი ჯამაგირი, მაგრამ სინამდვილეში განვითარებაზე ზრუნვა ადამიანის მოვალეობა, როგორც თვითგანვითარებაზე და სახელმწიფოს განვითარებაზე, როგორც თვითგანვითარების შედეგზე, ხო? და ლუარსაბი რა არის? ლუარსაბი არ არის უბედური ადამიანი. მისი ერთადერთი პრობლემა
ყოველდღიური ან პრობლემა არის რაჭამოს და დიდი პრობლემა არის რომ შვილი როგორ ეყოლოს, ხო, გვარის გამგრძელებელი. დანარჩენი ის არსად ის დავითის ჯინაზე. ხო, მაგრამ მოტივაცია ხო რა თქმა უნდა და თან ძმის. კი, ძმის ჯინაზე, რომლისგანაც ჩარჩა რომ დავითი ცოლი რომ მოყავდა დარეჯანი, ხო? ელისაბედ ძალიან ეშინოდა რომ მართლა ამაზი ცოლი არ მოეყვანა და ძალიან ბედნი მოატყუეს, რა თქმა უნდა, ეს სუტკნეინას ამბავი ცალკე არის ალბათ რა ვიცი. გენიალური αφიორა, რომელიც ასევე ჩანს, აი მოსეგძელიძის ამბავში ასევე ჩანს ქართველი თუ მოინდომებს, საით მიდის მისი კრეატიულობა ტყუილებში. სადამდეშილება გააცუროს დაუშვათ გარშემომყოფები და მატყუარაც. ანუ როგორ ატყუებს მატყუარას და ერთმანეთს როგორ ატყუებს, ეს ცალკე ალბათ ვანდერდან კიდე ერთი რომანი შეიძლება სუტკნეინას და მოსეგძელის ურთიერთობაზე, მაგრამ ამას ვამბობ, რომ ეს შვილის ყოლაც მისთვის არ არის რაღაც გვარის გაგრძელების უფრო მეტად ხო ჯინაზე უნდა საკუთარი ძმის, მაგრამ პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუარსაბი არის ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ ის თავისი შეუხედავი ცოლი უყვარდება. ნახავს რომ რაღაც ერთნაირ სიხშირეზე, ერთი ტემპერამენტი უყვართ ერთმანეთი და სხვები რას ფიქრობდნენ რა მნიშვნელობა. კი, მაგრამ მე რატომ რაც გონია რომ კარგად არიან. იმიტომ რომ აი მათ ამაკშიც, მათ დაპირისპირებაშიც და აი ამ რაღაც ხლამში, სიამტკბილობაში არის ბედნიერება და ბედნიერება არ არის ობიექტური გაგება, ხო? ბედნიერება არის შენ როგორ აღვიქვამ საკუთარ გარემოს და თუ კი ილია თავად შეიძლება ამოხუთულიყო ასეთ ყოფაში, ლუარსაბისთვის ძალიან მისაღებია ის როგორ ცხოვრობს, რომ უნდა დაწვეს და ჭერზე ითვალოს ბუზები და ესეც შეიძლება აღვიქვათ იმის მეტაფორად, თუმცა არაფერს არ აკეთებ, ხო? და ელოდების სხვა როდის თავისით როდის მოხდება რაღაც. ხო. და თუნდაც რაღაც ცუდი თუ ხდება, ეს არის რაღაცა თელეთში წასვლა უშველის ამას, ან ისე არასწორი გზით მოძრაობა, ან ჯადოს ბრალია, ან ბედის ბრალია, ან ვიღაც, ანუ არაფერში თავად მონაწილეობას არიღებს ქართველი, რომ რაღაც შეიცვალოს, ხო, ის ყოველთვის რაღაც გარეძალების და გარე ფაქტორების ბრალია თუ თვითონაც არის ცუდად, ის რომ ეს ზვარი მონთლეული, ხო, იქ იგივე ქალაქს როდესაც შორიდან დაინახავენ, ხო, თბილისს და კაცო თავს რომ მოაჭრიან, გაცოცხლდება კიდეც და იქ 1000 იშმაკის მანქანები და ასე, ანუ მათი აი ამ პერსპექტივიდან დანახული სამყარო, რომელიც ძალიან სასაცილოა, ძალიან შორს გონია, თელეთი ძალიან შორს არის, თბილისი ხო საერთოდ ხო, ნამყოფი ვარ მეო, ვიცი კაცო, ნამყოფი ვარ რომ ლუარსაბირი შენიშნას ხო, იქ სულ ტრაბახობს თავის ცოტად. ხო, სინამდვილეში აი ამ იუმორის ფონად და თვითონ სათაურიც ამაზე მეტყველებს, ბიბლიური ელემენტი და მნიშვნელოვანია. ბიბლიის კონტექსტი შეიძლება ასეც ითქვას ილიასთვის, იმიტომ რომ ჯერჯერობით აღიქვამ შენ თუ კაცია მძიმე ადამიანი, ამაზეც ხო არის ხო, ანუ რატომ, იმიტომ რომ კითხვის ნიშანი ალბათ, იმიტომ რომ ესენი ან რისხებენ, გახსოვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ილიასეულის სიმძაფრით ამომხტარი ეს წინადადება, რომ ან რისხებდნენ ღმერთს. აი ლუარსაბი და დარეჯანი თავიანთი მხოლოდ იმიტომ რომ არ იყვნენ ისინი როგორც ხატნი ღვთისა, ხო? ანუ ლუარსაბი პირიქით ანტითეზისია ადამიანის. თუ კი ადამიანი არის ღვთის ხატი, აი ასეთია ადამიანი, ხო? და ამიტომ ძმებს შორის ეს კარიკატურული ურთიერთობა, მაგრამ ომი პრინციპში, ხო? ისეთი ასევე რვა თუნდაც რომ ვერ გაყიდის მას, მაგრამ მათად კი ბატონო. ხო, რასაკვირველია. და სიკვდილის თემა, ანუ მოკლავს რაღაცერად ეს გაყიდვა არის ძმის, ხო, ანუ უნაყოფო ძმის, ვთქვათ, ამ ჯალაბობის დამკვიდრების შეუძლებლობა. ესე კაინიტური და ვთქვათ, აბელიანური თუ შეიძლება ასე თქვას, რაღაც მოდელებია, უყოთ აი თითქოს მინიატურულად მოწოდებული ილიასგან, მაგრამ ძალიან დრამატულად. ძალიან ფართო, ძალიან მასშტაბურად, ამიტომაც თაობები და თაობები ვკითხულობ და ვიდრე საქართველოს იქნება ამ ტექსტს ავიკითხავთ და ამ არქეტიპებით შევეცდებით. უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ეს ტექსტი იქნება გაუგებარი. ამის იმედით ცხოვრობთ, ხო, ჩვენი მიზანი რა არის, რომ ნებისმიერი სატირა გახდეს ნუ ადამიანი ასეც რომ არ მოხდეს ადამიანის მოვალეობა უკეთესის იმედით იცხოვროს, იმიტომ რომ თუ ჩვენ თავის დროზე ვიტყოდით
რომ წერლობაში, ისტორიაში და კაცობრიობის ანთროპოლოგიურ ისტორიაშიც არ ხდება არანაირი პროგრესი და ყველაფერი არის ციკლური, მაშინ ეს მოძრაობის და წინსვლის სურვილს გიკარგავს, ხო? მაშინ რა აზრი აქვს წინსვლას, თუ კი ციკლურია და ყველაფერი დაბრუნდება, თუ კი ბნელი საუკუნეები შეიძლება დაბრუნდეს, მაშინ ლუარსაბი აღმოჩნდება ფილოსოფოსი, ხო? თუ კი ეს არასდროს არ მოჩვენა, ანუ შენ შეიძლება ვერ მიაღწიო საბოლოო მიზანს, მაგრამ პროცესი ამ მიზნისკენ მიმავალი უნდა იყოს. ამიტომ ადამიანის მოვალეობა არის მოძრაობა. ილიაც ამაზე წერს და ლუარსაბი არის ანტიმოძრაობა, იმიტომ რომ თუ დაჯექი და იფიქრე რომ მაინც მოვკვდები და რა აზრი აქვს რამის გაკეთებას, მაშინ ვერაცდები ხო ამ დეგრადაციას. აღარც იცის. შეიძლება რაღაც ეტაპზე მივახციოთ იმას, რომ ლუარსაბი იქნება რაღაც ანაქრონული, ხო, მაგრამ ეხლა ტკივილამდე ნაცნობია ის რაც იქ ხდება, აი ეს თვალსაჩინო თუნდაც ის რომ ექიმი საერთოდ ნახსენები არ არის, ექიმბაშია. მე რა რომ 18-19 საუკუნეა. დარეჯანს ექიმბაში ვერ შეიწირავს. დარეჯანს კლავს რა? უვიცობა, სიბნელე კლავს. და ეს მე კინემატოგრაფში ძალიან ხშირად ხდება ქართულშიც და განსაკუთრებით რუმინული მახსენდება მე როგორც ჩვენთან ახლოს ყოფი რომ როცა რაღაც არ იცი და უჯერებ ფსევდო კურნალებს, ფსევდო მეცნიერებს, ფსევდო ექიმებს, აი ამის გამო ყველაზე მწარედ ისჭები. შეგვიძლია ვთქვათ რომ მათ შემთხვევაშიც უცოდინრობის, უვიცობის და ცნობის წადინის საკუთარ თავში ჩაკვლის გამო ყველაზე მწარე სასჯელს იღებ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება მოკლან და არ იყო დასჯილი და შეიძლება შენით მიხვიდე საკუთარ სიკვდილამდე საკუთარი უვიცობით და შეიცოდნით, ხო ეს ჩანს არ გასვამენ, არასდროს ხო, იმიტომ რომ შეუძლებელიც არის. ან არასდროს ადრესატთან. ხო, აქმები, იმიტომ რომ აღარ ახსოვთ ვინ იხდე. ხო, ანუ თათქარიძე რა არის? ეს არის გაბრტყელებული მეხსიერება. და შენს მიერ ახსენებ ვეფხის ტყავსას თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ტექსტი ერთი ხალხისაა. ვეფხის ტყავსანი ჩვენია, უნივერსალური ოდა რაინდობას, ვაჟკაცობას, მეგობრობას, სიყვარულს და ლუარსაბი და დარეჯანი ჩვენი და არც ერთი არ არის ტყუილი, რაც თავარია. იმიტომ რომ სწორედაც ილია სწორედ ვეფხის ტყავსის ქვეყნის დაკარგვაზე წერს, ხომ? და აი ასეთია, იმიტომ რომ ასეთი თავადია, ასეთი რაინდია და სწორედ ძალიან საინტერესოა, როგორ ვკითხულობთ რამდენად არის ილიას ტექსტი თქვათ ატარებს, ასე ვთქვათ, პოსტმოდერნულობის ამ ელემენტს კიდევ სხვა საკითხია. და შეიძლება ატარებდეს, მაგრამ ცალსახად პოსტმოდერნისტული ბუნებრივია, because ცადია აბსოლუტურად სხვა ეპოქაა და ტერმინი სრულიად სხვა ეპოქის პირმშო და მახასიათებელია, მაგრამ იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ მე და შევლაპარაკობდით ამას წინად აკა მორჩილაძის ძალიან საინტერესო მოთხრობა ასევე. ის უკვე ნამდვილად პოსტმოდერნული მოგზაურობა კახეთში 1855 წელს, სადაც აკა მორჩილაძე იწყებს თხრობას დარეჯანის დაკრძალვიდან და ილიას სტილიზებულობით, ილიას ენის და სწორედ იმ პრობლემის, ასე ვთქვათ, აქცენტირებით, რომლითაც გაჯერებულია ილიასეული ტექსტი, სადაც სწორედაც კახელ თავაც ქართველ ადამიანს აღარ ახსოვს თავისი ფუნქცია, იმიტომ რომ მისი სამშობლოს იდეა ამორფულია. მაგრამ რა საკეთებს აკა? ომში და ახსენდება შემდეგ, იმიტომ რომ იქ რომ ილია უკვე აგვიხსენს დარეჯანის სიკვდილის შემდეგ აი ამ ასე ვთქვათ რა დაემართება უკვე რომ ჩაიჩუტება და ეს ჩაუწეთლდება ლოყები ლუარსაბს და აკა მორჩილაძეც აი ასეთი ლუარსაბის აღწერით თქო აკა თუ არ ვსდები ამატებს შვილის ფაქტორსაც ხო თუ არ ვსდები იქ მე მგონი ასე ვთქვათ მშობიარობას გადაყვება დარეჯანი თუ არ ვსდები ხო კარგად არ მახსოვს მაგრამ აი ესეთ ელემენტს ახალ ელემენტს შემოიტანს მაგრამ ფაქტორისა როგორ მორიგი ომი არის რუსეთსა და ოსმალეთს შორის და იქ მოდიან ასეთივე ლუარსაბები ლუარსაბთან აი დაღლილი დეგრადირებული წარსულ დავიწყებული თავადები და ეუბნებია რომ აი ეს ხმალიო იქნებ კიდე რაღაცა შეიძლება იყოს ჩვენთვის ჩვენი სიცოცხლისთვის აზრის მიმცემი იქნებ წავიდეთო და ამ ომში მაინც რომ გავიხსენოთ ვინ ვიყავითო და გახსოვს მე მიდის ის ომში რა უცაურე რაღაცა ომში წასული ლუარსაბი გონია რომ მე დამჩა შთაბეჭდება რა თქმა უნდა აკას მაგივრად ვერ ვილაპარაკებ მაგრამ დამჩა შთაბეჭდება რომ შეეცოდა ლუარსაბი იმ დასასრულისთვის რომელიც მას ჰქონდა და ალბათ თავის ქვეყანაც
და აი ასეთი დასასრული მოუფიქრა, რაღაც ფუნქცია მაინც გაუჩნდა ლუარსაბს. ხო, რაღაცა იქნება ამ კაცმაც რაღაცა. რაღაცა გააკეთოს თუნდაც თავისი. ხო, და შეიძლება სწორედაც აი დღევანდელ ეპოქაში სწორად წაკითხული ლუარსაბი, რომ იძულებული შეიქნა ლუარსაბიც კი, რომ ხო, ამის თქმა მინდოდა, რომ წერანო დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება ლუარსაბობამაც კი ვერ დაგიფაროს ლუარსაბად ყოფნისგან, იმიტომ რომ გარემოებებმა აბსოლუტურად სხვა მისია დაგაკისრეს. და მე მსუქანი ვარ და ვერ წამოვალ, აღარ გაჭრის. და პრობლემა შეიტანა, როგორც მე-20 საუკუნის ტექსტია, ხო, აკაბორჩილაძის მოთხრობა, თუ არა 21 საუკუნის დასაწყისის, უკვე კარგად დიდი ხნის წინ მახსოვს, რომ ეს მოთხრობა დაიწერა. ხო, და ანუ იმ დროშია დაწერილი უკვე ეს მოთხრობა, როდესაც პრობლემა ისეთივე სიმსხვილით ბრუნდება, რა პრობლემურობითაც ეს ტექსტი დაწერა ილია ჭავჭავაძემ, იმიტომ რომ საბჭოთა კონტექსტი ლუარსაბისა და დარეჯანის და კაცი ადამიანის ეს არის მაინც ეთნოგრაფიულობა. და შემთხვევითი არ არის, რომ სტალინი, რომელიც აღნიშნავს ასისლის იუბილეს, ილია ჭავჭავაძის, ხო, და ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია და ფაქტია, რომ სტალინიზმი ისევე როგორც ბევრ მნიშვნელოვან ელემენტს და ეროვნულ ელემენტს სტალინიზმი ცდილობდა, რომ მიესაკუთრებინა ეს ელემენტები, მათ შორის ილიაც ცადა მისი მისაკუთრება და ეს ახასიათებთ, ასე ვთქვათ, დიდ ასე ვთქვათ ისტორიის გადაწერა. ხო, ისტორიის გადაწერა მიკუთვნება, და სკოლაშიც ახლა იგივე ლუარსაბს და დარეჯანს როგორც თავადების კრიტიკას ისიასწავლიდა და ან როგორც ძალიან კომიკურ ზღაპრის მითოლოგიურ პერსონაჟებს, რომლებიც ცხადია ილიას შესაძლოა ეს 엘ემენტი ჩადებული კონდეს, რომ ცოტა გვანან ისინი, ცხადია, ზღაპრის ქართული ზღაპრების გმირებსაც, მაგრამ პრობლემის სწორედ ქვეყნის არ არსებობს, საქართველოს არ არსებობს. ზღაპარიც ყოველთვის ხواسეთია. ზღაპარიც არის ფორმა, თორე ყოველთვის არის ნამდვილ ნებებზე და ნამდვილ ტრაგიზმის სიბრძის მატარებელია თავისთავად ცხადია. მაგრამ აი ეს პრობლემურობა ცხადია საბჭოთა პერიოდში უმთავრესი ასე ვთქვათ სამხილი რაც აქვს ილიას და ტრაგედიის რეფლექსია, რომ ვიმეორებ არ არსებობს საქართველოს. ეს შესაბამისად იქ სადაც ქვეყანა არ არსებობს, ნებისმიერი თავადი თუ ნებისმიერი ადამიანი ქართველი იქნება ასეთი პრინციპში, იმიტომ რომ ის არ ფლობს, ისტორიაში აღარ არსებობს, ისტორიის მიღმა არსებობს. ამიტომაც არის რაღაცა ბალასტი ისტორიული. აი ეს ბუნებრივია საბჭოთა პერიოდში ეს ელემენტი არ იყო არასდროს აქცენტირებული. სპექტაკლით და ფილმით, რომელიც გადაიღეს, მხოლოდ კომიკურობის კარიკატურული პერსონაჟები, სასაცილო. და შენ ახსენე დასაწყისში, რომ თქო ილიას არ კრძალავდნენ, ხო, სტალინის ანუ აკრძალვა გულისხმობს შეიძლება ერთმნიშვნელოვანი არ იყოს აკრძალვა, მაგრამ ინტერპრეტაციის პერსპექტივა იყოს ძალიან გამოკვეთი. არა, ამ ხრივ ეს დღესაც აკრძალულია. თუმცა ილია მართალია, ასე 80 წლების ბოლოს. რაც ნიშნავს, რომ არ უნდა შეეხო. დეკონსტრუქცია არ შეიძლება ტექსტებში. არ წავიკითხოთ, ვიღოცოთ. და გვახსოვს ხო ლევან ბერძენიშვილმა რო თქვა, რომ არ მოსწონს მე მგონი როგორც წერალი თუ როგორც პოეტი რომელიღაც არ მახსოვს, მაგრამ ამის უფლება რომ წართმეული გაგამით ამითაც ილიასზე ლაპარაკს გრძალავ, ხო? რაზეც არ ლაპარაკობ, ის მკვდარია უკვე. ტექსტი თუ ვერ არჩევ, შენაც ვერ გამოთქვა წერალი, რომელიც არ შეგიძლია თქვა, რომ არ მომწონს, არ მომწონს. იმიტომ რომ მომწონსიც შეიძლება იყოს, რომ რას ქვია საერთოდ შენ, რა თქმა უნდა, ეს არის თემა, რომელზეც არ ვკამათობთ, ამით კლავ. და ეს არ გაწმინდანება, ეს ტაბუა. ეს ლიბერალი ბურთივით მრგვალი, წმინდანი შეგვიძლია, წმინდანის ლიბერალობაზე საუბარი, ცხადია შეგვიძლია და აუცილებელიც არის და მაგრამ ცდილობა რომ ამაზე არ ვილაპარაკო. ხო, ამას ვამბობ, ესეც აკრძალვა ერთგვარი, მაგრამ ის რომ ხე ილია იყო, თქვათ, ილიასთვის არასოდეს გაუბედიეთ ის, რაც ბევრი ქართველი მწერლისთვის, ხო, ხალხის ტრათ არ გამოუცხადებიათ, შეიძლება პირიქით, ანუ ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ, ანუ რასაც ვერ ერევი, ის ცდილობ გადაწერო და ინტერპრეტაცია შეუცვალო და რასაც მოერევი, ის პირდაპირ მარგინალიზაცია და იარვიყის მიწებება. აი ეს ორი მეთოდი იყო მწერლების წინააღმდეგ. აბა რა, ხალხის მტრათ ილია არ გამოუცხადებია და ვერც იძლევა საშუალებას, რომ საბჭოთა ინტერპრეტაცია გინდა საბჭოთა არა, ბუნებრივია, ნებისმიერ ეპოქაში ნებისმიერ ეპოქაში. უშუალოდ ილიას სასაკურველი 19 საუკუნეში მას ზღუდავდნენ, მას კრძალავდნენ და მოკლეს კაცი, მაგრამ და ამაზეც ვთქვათ, მოდი რა ბიოგრაფიულ შრეხებსაც ვეხებით, იმიტომ რომ ჯერ სრულად პრინციპში ახალგაზრდობიდანვე
ილია ჭავჭავაძე არის საიდუმლო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ეს ცნობილი მისი შეზღუდვა იგივე თუნდაც გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ჩასვლა ქუთაისში, სადაც მას არ აძლევენ უფლებას რომ სიტყვით მიმართოს ხალხს, ანუ მთელი ცხოვრება მას დაძდევს ამა თუ იმ ფორმით. ხო, მე უბრალოდ ციცოცხლის მერები გულისხმე როგორც რუსიფიკაციის ესეთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები, როდესაც არ შეიძლებოდა საქართველოში ქართულად ლაპარაკი, იმიტომ რომ რუსები კრძალავდნენ ქართულად ლაპარაკს. ქართველებს საჯაროდ ქართულად არ უნდა ელაპარაკონ. და არც თეატრში. და არც თეატრში ილიას უკავშირდება, იმიტომ რომ როდესაც მან სცენები წარმოადგინა, მაგალითად მეფელირი, სადაც ის კენტს თამაშობდა, სხვათა შორის თვითონ სულად ახალგაზრდა შექსპირის პერსონაჟს, ხო, მეფელირიდან მას ცენზორი უკრძალავდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ აი ამ სალონში მათ უნდა წარმოედგინათ ქართულად. ნუ თვითონ ეს ცნობილი ტექსტი სულად ახალგაზრდა კი არა და ძალიან სულად პატარა შეიძლება ასე ვთქვას, ხმაწვილ ვანო მაჩაბელთან ერთად თარგმნეს კიდეც მეფელირი და შემდეგ ეს გადაიზარდა გვიან უკვე ბანკის პერიოდში კონფლიქტად, მაგრამ ილია არის ყველაზე რეპრესირებული შეიძლება ასე ითქვას ავტორი, ახალგაზრდა ავტორი რუსეთის იმპერიის პირობებში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ილია მიხვდა ყველა გზას წერილებიდან, ენის საკითხის წამოწევიდან, ბანკის შექმნით, ჩვენი სლოგანის მოფიქრებით, ხო, რა არის სწორი გზა? იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს სუვერენული და გახდეს სუვერენული, გახდეს დამოუკიდებელი და ძლიერი. და რა თქმა უნდა, ხა რუსებიც უტვინოები ხო არ იყვნენ, რუსეთის იმპერიაც არასდროს არ იყო უტვინო, ხდებოდა რომ ეს უნდა იყოს რეპრესირებული და საბოლოო ჯამში მართლა ყავს წერალი, რომელიც იმდენად დიდი პრობლემა იყო მაშინდელი რუსულ-ქართული პოლიტიკისთვის, რომ მოიშორეს ფიზიკურად ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ისედაც მოკვდებოდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამომდინარე. მაგრამ მერე უკვე ხო მისი მიუხედავად იმისა, რომ ის ტექსტები ნებათა ხელვას იწვევენ და ვფიქრობ ახლა სკოლაში ქართულის მასწავლებელი თუ სწორად ახსნის აი ამ კაცი ადამიანს შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს. თუ ამის ისეთი ინტერპრეტაცია მოხდება, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს აი ლუარსაბ თათქარიძეობაში და ინერტულობაში და საკუთარი რაღაც ეზოყორის აოხრებაში, ხო? ხო, იმიტომ რომ ხო ილია ჭავჭავაძე რას გქოს, აზროვნებას გქოს, აზროვნებას და ქმედებას, იმიტომ რომ მისი ცხოვრების მაგალითი ლუარსაბ პირველი რა თქვენდა, რომ წიგნი არა. რასაკვირველია. აზროვნებას ავითარებს. უნებრივია და შესაბამისად აზროვნებას მოყვება გაცნობიერება პრობლემის, გაცნობიერება, რომ ლუარსაბი არ ხედავს პრობლემას, დრამას არ ხედავს, რომ ის უბედურია ამას არ აცნობიერებს. ილია ჭავჭავაძეს ამიტომ მოაქვს ეს სარკე, რომ დაინახო უბედურება. იგივე თუნდაც მისი კონფლიქტი სრულიად ახალგაზრდასი მამებთან. ხომ თქვათ, უნდა გენიალურ მამებთან, ხო? თუმცა იქ დათქმას მიაკეთებს თავად, რომ ერთადერთიო დიმიტრი ყიფიანს პირდაპირ ამ სიტყვებს ამბობ, ფეხებზე არ კედია საქართველო და დანარჩენებისადმი ძალიან კრიტიკულად დაამტკიცა, თორემ იქაც გვახსოვს ეს ცნობილი და მუდმივად ამ ციტატას დღესაც ვიმეორებთ, იმიტომ რომ უაღრესად აქტუალურია პრობლემისა და საფრთხის გამო. ილიას პასუხის პასუხში მამების მიმართ ლიბერალობა, პატრიოტობა, სალანძღავს სიტყვა არ გვიქცევიათ. კრესავითო, განახლაც ეს არ არის, ხო ლიბერალობა, პატრიოტობა. მაგრამ ხო ეს მისდამი აგდებული დამოკიდებულება და გაღიზიანება, როდესაც ილია ჭავჭავაძე, ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე ცდილობს რომ გაუღვიძოს ცნობიერება იმ ქართველს, რომელიც ფორმით ქართველია, მაგრამ შინაარსით დავიწყებული აქვს თავისი ფუნქცია, ხო, აი აქ უკვე პრობლემა შემოვიდა. ილია ჭავჭავაძის სახით საქართველოს მიიღო პრობლემა. და ეს პრობლემა, საჩვენს აქვეც აი ბიოგრაფიულად ბოდიში სიტყვა გამიგზერდა. აი დევნაზე რო ვისაუბრეთ, ფაქტობრივად 1906 თუ 7 წლამდე ეს დევნა ბოლო წელს შეწყდა. აი ეს ფაქტობრივად ოფიციალურად უთვალთვალებდნენ, როდესაც ის სახელმწიფო დუმის წევრად აირჩიეს, ხო? ხო, შეწყდა, იმიტომ რომ უკვე მოფიქრებული ქონდათ რა უნდა. მოფიქრებული, თუმცა ესე ძალიან საინტერესოა ალბათ ამაზეც მე უნდა ვისაუბროთ, ან მკვლევარებმა უნდა ისაუბროთ, რომ ესე ტაბუირებულია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ვიცით ყველაფერი ილია ჭავჭავაძის შესახებ, თუნდაც მისი მკვლელობის ისტორია არის ვერ ვიტყვი, რომ დღემდე ბუნდოვანებაში არის გახვეული, მაგრამ არც მეტი არც ნაკლები შესაძლოა დაუკავშირდეს ესეც ვითომ და
მისდამი კეთილგანწყობილ იოსებ სტალინს. იმიტომ რომ აი ეს ჯგუფები, ბოლშევიკური პარტიის ყველაზე მარგინალური, ყველაზე ანარქისტული ჯგუფები, რომლებიც არიან ბანდიტები, ყაჩაღები, ბერბიჭაშვილი და სხვები, ეგრეთ წოდებულ ჯგუფისტებს უწოდებდნენ მათ. ჯგუფისტები, ხო? რომელიც თავიდან თვითონ მოიშორა სტალინი. ცხადია. ეს უკვე 39-ში. ხო, 30 წლების ბოლოს და 40 წლებში, როცა უკვე ძალიან ხანდაზმულ გიგლა ბერბიჭაშვილს გაუმართეს სასამართლო და ასე შემდეგ ფილიპე მახარაძეც, რომელიც ცოცხალია, თუ არ ვთქვი 41-42 წელს ხდება, შეიძლება უფრო მანამდეც ფილიპე მახარაძეც ამიტომ ტივტივდება ილიასთან მიმართებით. სინამდვილეში აი ეს ჯგუფისტები თუ ვინმესთან იყვნენ დაკავშირებული 900-იან წლებში, სწორედ კობა ჯუღაშვილთან. იმიტომ რომ კობა ჯუღაშვილს ჰქონდა ახალგაზრდა ჯუღაშვილს ყველაზე მარგინალურ ჯგუფებთან კავშირი. ტერორისტებთან, თვითონ ახლა ტერორისტი იყო. აბა ეს ბანკის გაძარცვა თბილისში, ძირითადად ეს კამოს მიერ იყო ორგანიზებული და სხვა. ეხლა სტალინზე რო არ ვისაუბროთ, ილიასთან მიმართებით, პრინციპში ის რომ მე-20 საუკუნე ხო ამაზე ჩვენ რამდენ ვსაუბრობთ 90-იანებში ხო გახსოვს რა აზრი იყო გავრცელებული? პირიქით რომ 18-21 წლის მთავრობა მოკლა პირდაპირ ესე და ესეც როგორც შანსი არის როგორც შანსი არა თან ნოე ჟორდანიას და ილიას აცლიან პოლემიკას ყვალი და ივერია თუმცა მე მგონია რომ პოლემიკა არ არის საბაბი და მიზეზი იმისთვის რომ ადამიანი მოკლა შეიძლება მაგრამ ილია იმდენად უშლიდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ნერვებს რომ კითხველიც კი შეიძლება მკვლელი ყოფილიყო, ხო, ესე თეორიულად. იმდენად ზუსტად წერტილში იცოდა აი დიაგნოზის დასმა, ზუსტად წერტილში მორთქმა, ისე რომ აღიზიანებულიყო სტალინიდან ვიდრე კითხველამდე და ამიტომ ადვილია ასეთ დროს ახლა ყველა თუ ვერ გიტანს, მკვლელი შეიძლება იყოს ყველა, მაგრამ სტალინის კონსტრუირებულია ჯერ რომ ოხრანკამ მოკლა, ცენტრში ოხრანკამ კი არა, ყველა იმის სკოლაში ეგრე მასწავლებლის. არა ბუნებრივია, აბა ვინ ცარიზმა მოკლა. გახსოვს პატარა წიგნი იყო, ყავისფერი, ვითომთან აი ეს რაღაცა სტალინის ქონდა იდეალური უნარჩვევები, რომ რაღაც ჭორი როგორ შეექმნა და ახალი ისტორია და ახალი ინტერპრეტაცია და რაღაც აი გიგლა ბერბიჭაშვილზე და ნუ აი ასეთი ამის გასამართლება და როგორ გაირკვა და ეს მეფის ოხრანკა სპეციალურად ნახსენები. ოხრანკა ფილიპ და არათუ ნოჟორდანი რომელსაც არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ საერთოდ უკვე გამიჯნულები იყვნენ სოციალ-დემოკრატების ეს ფრთა ტერორისტულ ფრთასთან, ბოლშევიკების. ფილიპე მახარაძეც რომელიც ნამდვილად იქნებოდა, არ იქნებოდა უკმაყოფილო ილიას სიკვდილით, არ არის პირდაპირ მნიშვნელობით არავითარ შემთხვევაში ჩართული ილიას მკვლელობასთან. ნუ ამაზე ბევრად უკეთესად შეიძლება ისაუბრონ კვლევარებმა საბჭოთა წარსულის ლაბორატორიიდან, მაგრამ მე მახვადაგიანება მათ შორის. მაგრამ ეს ზამნიშნულოვანი პასაჟია. იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტი წიგნი, როცა თქვით რომ ეს უნდა გავაკეთოთ, კონტექსტიც უნდა ვილაპარაკოთ, როდის დაიწერა, რატომ დაიწერა, რაში და როგორ გაგრძელდა ამ ადამიანის ავტორის ბიოგრაფია ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო არ არსებობს ლუარსაბ თათქარიძე რა პირობებში გაჩნდა როგორც პერსონაჟი, ესეც ძალიან საინტერესო და როგორ გაგრძელდა არათუ პერსონაჟის, არამედ წერლის ცხოვრებაც, ხო და ტრაგიკულად და ტექსტისთვის ხომ არ წერს ილია ჭავჭავაძე. ყოველთვის მას აქვს სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული პასუხისმგებლობაც და ამოცანაც, რომ ესა თუ ის ტექსტი დაწეროს, ნებისმიერ გლახის ნაამბობი იქნება ეს თუ სარჩობელაზეც შედევრი ხომ რომ სადაც პეტრე შოქში ვარდება გონია რომ ეს რაღაცა წარმოდგენაა რომ ადამიანს ასე არ მოკლავენ საჯაროდ და არ ჩამოახშობენ და გონია რომ თამაშობს ეს ხალხი და ყველა მისი ტექსტი არის სწორედ იმის მატარებელია ხო რომ გონია რომ სპექტაკლია და სინამდვილეში სისასტიკე უკვე დადგა და აღარ არის სპექტაკლი რასაკვირველია და თვითონ ილიას რაღაცა ქრისტიანული პოზიციაა ეს უკვე მისი მიუღებლობა სიკვდილის დაჟის მიმართ, სხვათა შორის ეს უკვე ოლღა გურამიშვილის ეს ცნობილი წერილიც ილიას მკვლელობის მერე მეფეს თუ არ ვთქვი მეფის ნაცვალს
სიკვდილი დაჟჯაზე რომ სიკვდილის ანუ ილიას მკვლელების შეწყალებას რო თხოვს ჩემი ქმარი ცოცხალი რომ ყოფილიყო ისიც გთხოვდათო ადამიანობის მანიფესტი და თუ გავიხსენებ თვითონ ოლღა გურამიშვილიც როგორ გარდაიცვალა ესეც ჩვენს უარსაბობაზე მე წელია თუ არსდება ხო უმძიმეს სისხლზე ხო იმიტომ ჩვენ ილიასნაირი თიცი ჩამოსათვლიც არ ამყოლია და ვინ ყავდა საერთოდ ასეთ და ამიტომ ხო ძალიან ძიმე მაგრამ თვითონ ტექსტი გადავიკითხე კიდევ რა თქმა უნდა გუშინ და ფიზიკურ სიამოვნებას განიცდებს კიდე რამდენადაც ტრაგიკული არ უნდა იყოს ის აზრი რაც მასშია რამდენადაც სარკეში არ უნდა უყურებდე საკუთარ თავს ამ დროს მაინც როგორც ტექსტი აი ეს არის ჩემი აზრით თუ დიდი მწერლობის განსაზღვრებას ვინმე მთხოვს ალბათ ეს იქნება რომ იკითხებოდეს ადვილად მაგრამ ანალიზდებოდეს რთულად აი ეს არის კაცი ადამიანი და ნამდვილად არინანებ თუ გადაიკითხავთ კიდევ ერთხელ იმიტომ რომ მართლა დიდი სიამოვნებაც არის გარდა იმისა რომ რასაც ილია გთხოვდა იმას აძლევს იმპულსს აზროვნებას ხო დრო ხშირად გვეჩვენება რომ ტექსტი იმდენად პოპულარულია და კლასიკური ტექსტია და რაღა უნდა გავიგო ახალი ამ ტექსტისგან. სიკვდილი არ ყოველთვის ცოცხალია ეს ტექსტი. მუსიკას და ლიტერატურას აქვს ეს ნაკი. როცა ძალიან კარგია, იდეალურიც კია, მაშინ ეძლევა ხოლმე დავიწყებას. იმიტომ რომ ეს ხო ისედაც ყველა მიცის და აღარ უსმენ და აღარ კითხულობ და არა, კი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუჩიოთ ეს ამ გენიალური ტექსტის გადაკეთება ჩვენს. ვუჩიოთ ასევე ვთხოვთ ჩვენს სპენელს ამაყურებელს რომ გამოგვიწერონ მის მინეზე, დაგვაფოლოვონ, დაგვიწერონ კომენტარები, თავისი აზრი რომელ წიგნს იხილავდნენ სიამოვნებით ჩვენს პოდკასტში და ჩვენ სპონსორს დიდი მადლობა კოკა-კოლას ჩვენი პოდკასტის სპონსორობისთვის. თავმშვიდობოთ მომავალ ხუთშაბათამდე. მომავალ ხუთშაბათამდე.